როგორც იცით, მესენჯერის ერთ-ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ ეს პროგრამა უზრუნველყოფს კომპანიებთან კლიენტების დაკავშირებას, ინტერაქციას, თუმცა ახალი ინფორმაციის თანახმად მალე ეს კომპანიები კლიენტებს თავადაც დაუკავშირდებიან. მეტის დიდი ალბათობით თავიანთი სარეკლამო განცხადებებით შეაწუხებენ კიდეც. მაგალითად, თუ თქვენ მისწერეთ რომელიმე კომპანიას თქვენთვის საინტერესო ნივთის შესახებ, ამ დღის შემდეგ ის მუდმივად გამოგიგზავნით მის მიერ წარმოებული იმ ნივთების სარეკლამო მესიჯებს, რომლებიც ამ კომპანიის აზრით თქვენი ინტერესის სფეროში შედის. თუმცა ორი რამ გასათვალისწინებელია, პროგრამა ჯერ არ გააქტიურებულა და თუ დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, შეიძლება არც არასოდეს დაიწყოს ფუნქციონირება. მეორე კარგი ამბავი კი ის არის, რომ Facebook-ის სპეციფიკიდან გამომდინარე არც ისე რთული უნდა იყოს ამ პროგრამის ჩაშვების შემთხვევაში მისი დაბლოკვა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს მრავალი კამერა იღებს, ჩვენ ბევრი ეპიზოდი ყურადღების მიღმა ხრჩება, დარწმუნებული არ ვართ წაიქცა თუ არა მოთამაშე სანამ ის ბურს დაკარგავდა, თვალს ვერ ვადევნებთ ზოგიერთ გადაცემას, რადგან ეპიზოდს სხვა მოთამაშე ეფარება. ინტელის სპორტული მოვლენების უკეთ ყურებაში ორი ტექნოლოგიით დაგვეხმარება, ნაცვლად ორგანზომილებიანი გადაღებისა, 3D კამერა ინფორმაციას ინტელის მონაცემთა ცენტრში აგზავნის, რომელიც გამოსახულების სამგანზომილებიან ელემენტად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ამისგან განსხვავებით, მეორე ტექნოლოგია სამაუწყებლო კომპანიებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია ათლეტებისა და სათამაშო მოედნების შესახებ. ეს ინფორმაცია სპორტსმენებზე, ბურთებზე, სნოუბორდებზე და ველოსიპედებზე დამაგრებული ჩიპებიდან იკრიბება. Virgin Galactic-ის მიზანი გახდეს პირველი კერძო კომპანია კოსმოსური ტურიზმის სფეროში რეალობასთან კიდევ უფრო ახლოსა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ რიჩარდ ბრენსონის კომპანიამ ახალი კოსმოსური ხომალდი წარადგინა. ბრენსონის განცხადებით, ახალი საფრენი აპარატი კოსმოსს მეტად ხელმისაწვდომს გახდის. კოსმოსური ხომალდის სრულად შემოწმების შემდეგ Virgin Galactic-ი გეგმავს მგზავრები დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრზე აიყვანოს. ცნობილია, რომ ატმოსფეროში 30 კილომეტრის გავლის შემდეგ მგზავრები უწონადობის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბილეთს $250,000 ყიდის, ამ დროისთვის Virgin Galactic-თან ერთად ფრენის მსურველი 700 ადამიანია. Sonis მიერ წარმოდგენილი ახალი ყურსასმენი ფლობელს ვირტუალური თანაშემწის მომსახურებას თავაზობს, მოწყობილობა smartphone-ის ტექნოლოგიას ხელოვნურ ინტელექტთან ერთად კიდევ უფრო ახლოვებს. მიუხედავად ამისა, Sony-მ ჯერ საზოგადოების წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს, რომელიც Bluetooth-იანი ყურსასმენების დარებას უკავშირდება. Sony მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი smartphone-ების მწარმოებელი ბრენდების ტოპ 10-ში, თუმცა გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 27% დაეცა. Sony-ის განცხადებით, Xperia-ს ყურსასმენების გამოშვება, Xperia-ს ტიპის ტაბლეტებისა და ტელეფონების გავრცელება ხელშეწყობას ემსახურება. Xperia-ს ყურსასმენები მომხმარებელს ტელეფონის კონტროლისა და შეტყობინების მიღების საშუალებას smartphone-თან შეხების გარეშე მისცემს. ჩინელი მეცნიერების გუნდმა კიბერნეტიკული ვირთხა შექმნა, რომელიც ლაბირინთიდან გამოღწევის ექსპერტად იქცა. მასში მოთავსებულია მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს უკავშირდება. კომპიუტერი კი ვირთხას ლაბირინთიდან გამოსახცევ უმოკლეს გზას უჩვენებს. თუმცა ვირთხა სრულად კონტროლირებადი არ არის. მას უბრალოდ მიეწოდება დამხმარე ინფორმაცია, რომლის გადამუშავების შემდეგაც ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ეს გამოგონება განსხვავდება ხელოვნური ინტელექტისგან, ესაა კიბერნეტიკული გაზრდილი ინტელექტი, რომელიც აერთიანებს ცხოველურ და კომპიუტერულ გონებრივ შესაძლებლობებს. სამომავლოდ მეცნიერები ამ ორი ძალის შერწყმას ისეთი მნიშვნელოვანი მისიებისთვის აპირებენ, როგორებიცაა მაგალითად ძებნა და გადარჩენა, ან თუნდაც უფრო მაღალ განვითარებული ადამიანის შექმნა, რომლის სხეულის ნაწილებიც ამ გამოგონებით ჩანაცვლდება. ინოვაციური დილა მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ აგრძელდება.